ვინ არის დონალდ ტრამპი? არსებობს მოსაზრება ტრამპი რომ ახლა ისეთია როგორც არის ამაში ლომის წილი ვინმე როი კონს მიუძღვის წარსულში წარმატებულ ადვოკატს. პირდაპირ უნდა ითქვას რომ როი კონს ახასიათებენ როგორც მზაკვარ, ამორალურ, უხეშ პიროვნებად. ძალაუფლება მისი აგრესიული მიდგომებით მოიპოვა. მიზნის მისაღწევად კი მისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენება მისაღები იყო მათ შორის შანტაჟისა თუ მუქარის. ვიდრე დონალდ ტრამპი მეორედ გახდებოდა პრეზიდენტი, კინოეკრანებზე მის შესახებ გადაღებული გახმაურებული მხატვრული ფილმი გამოვიდა სახელწოდებით შეგირდი. შეგირდი აქ სწორედ დონალდ ტრამპია, ხოლო მისი მენტორი ჯერ მიახსენებული როი კონი. როი კონმა ცხოვრების განმავლობაში 3 მცნება ჩამოაყალიბა, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა. ეს მცნებები გმირის მეთოდებსა და მორალურ კოდექსს კარგად აღწერს. პირველი: შეუტიე და შეუტიე. მეორე: არაფერი აღიარო, ყველაფერი უარყავი. მესამე: არასდროს აღიარო მარცხი, ყოველთვის იმაზე ილაპარაკე, რომ გაიმარჯვე. როი კონის ფილოსოფიას რომ უკეთ გავუგოთ, ფილმში ალბათ ყველაზე გადამწყვეტი მისი ეს სიტყვებია, რომლებსაც ახალგაზრდა ტრამპს ეუბნება. მართავენ ადამიანები და არა კანონები. უპირატესობა, როცა სხვა ადამიანების აზრი ფეხებზე კიდია. არ არსებობს კარგი და ცუდი. მორალი არ არსებობს, ჭეშმარიტება არ არსებობს. ჭეშმარიტება კონსტრუქცია ადამიანის მიერ შექმნილი გამოგონება, ხოლო გამარჯვებაა მნიშვნელოვანი. მორჩა. თუ თვალს გადავავლებთ უცხოურ პრესას, გავიგებთ, რომ როი კონმა გავლენა არა მხოლოდ ტრამპის პიროვნულ თვისებებზე იქონია, არამედ ბიზნესში წარმატებასაც მისი წყალობით მიაღწია. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ როი კონმა დონალდ ტრამპზე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღესაც ამერიკის პრეზიდენტი კონის მიერ დასწავლი გაკვეთილებით მოქმედებს.